ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა უბრალოდ ჩემთვის ქუჩაში მივდიოდი, ქუჩის იქით, პატარა ეზოში, დავინახე ის. ერთი ნახვით შემიყვარდა. ის იყო 55 წლის. მე მივხვდი, რომ სწორედ ის იქნებოდა ჩემი ახალი პროექტის მანქანა Volkswagen Beetle. და ესე სრულიად შემთხვევით შემოგვეყიდა ეს ყვითელი პორტოხალი. რა გვაგარი? სამწუხაროდ ძრავა არ იქოქებოდა, რაღაცა დაიმართა, წყალი ჩაუვიდა თუ რაღაცა. ასე რომ ევაკუატორით მოგვიწია წაყვანა გასაფორმებლად. მანქანა გავიფორმეთ ჩვენ სახელზე და წავედით სად თუ არა სოფელში, სადაც დიდი ადგილი გვაქვს და უფრო კარგად შევძლებთ აი ამ მანქანის წყობში მოყვანას. ნუ როგორც ხედავთ, წყობში მოსაყვანი ნამდვილად არის, ძალიან კოროზიული, აი წყალით ჩადიოდა შიგნით, ჭერიც გაფუჭებული იყო, მოკლედ იატაკი ყველაფერი თითქმის იყო ნულიდან გასაკეთებელი. შევდექით დაშლას, სამწუხაროდ ძრავშიც და მანქანაშიც იყო წყალი ჩასული, იმიტომ რომ ზემოდან ტენტი რაც აქვს, რა ქვია მაგას არც ვიცი, იყო გახეული, დაზიანებული. ნუ ასე რომ ბევრი სამუშაო გველის მოკლედ წინ. მანქანა არის ისეთი ფერის, რომ ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაცნაირი ფერია, ვიღაცა შეიძლება მოეწონოს, მაგრამ არა უშუალოდ ეს მანქანა ესეთი ფერი აღარ იქნება, ჩვენ როცა დავასრულებთ პროექტს და როგორი იქნება აუცილებლად ნახავთ შემდეგ ვიდეოებში. ვაპირებ ძრავის სრულად აღდგენას ბოლომდე, ისი აღდგენაც შესაძლებელი იქნება. ისი აღდგენაც არ იქნება შესაძლებელი, სამწუხაროდ მოგვიწევს გამოწერა და ძვირა. ამ ეტაპზე პროექტი არის აი ესეთ მდგომარეობაში, როგორც ხედავთ, მოიხსნა ყველა ისეთი დეტალი, რასაც ქონდა ჭანჭიკი და მოხსნა შეიძლებოდა. ნუ არც ის სახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ თავარა ის არის რა გამოვა ბოლოს აუცილებლად შემდეგი ვიდეოები უნდა ნახოთ ამისთვის. მოკლედ საჭი არ მოგვიხსნია, იმიტომ რომ მანქანას გავსებოდა, აი ეს როც რომ მოხსნა, საერთოდ მანქანა თუა ვერ მიხვდები. აი შეხედეთ როგორი კოროზია აქვს სამწუხაროდ. 55 წლის მანქანა არის ეს. 55 წელში ზოგი ადამიანი ილპება და ხა მანქანა როგორ არ უნდა და ასე რომ არ იყოთ დამპლები. მოკლედ როგორც ხედავთ, ლიანად გადავხსენით, აი ეს ზედა ნაწილი, მარია ჩვენე ძირი. აი ეს არის მანქანის იატაკი, ეს არის ცალკე, ესეთი კონსტრუქცია. თავის დროზე ჰიტლერმა შეუკვეთა ინჟინერებს, რომ შექმენითო ხალხის მანქანაო და სწორედ ამას ნიშნავს Volkswagen. თუ სწორად შემისწორეთ თუ არასწორად ვამბობ და შეიქმნა ასე Volkswagen-ი. ბრენდი, რომელიც ძალიან ბევრმა შეიყვარა და ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა. ეს მოდელი მოგვიანებით გამოვიდა, მაგრამ პირველი მარკა Volkswagen-ის მე როგორც ვიცი, Volkswagen-მა პირველი მანქანა გამოუშვა აი ეს. თვითონ ჰიტლერი დადიოდა ესეთი კაბრიო მოდელით და სხვათა შორის მეორე მნიშვნელოვანი დეტალი. ეს ამ მანქანის პირველი დიზაინი შექმნა ცნობილმა Porsche, ანუ Ferdinand Porsche თუ სწორად მახსოვს და ეს დააპროექტა და ეხა ჩვენს წინ დგას ფაქტიურად ისტორია. წარმოიდგინეთ, რამდენი რამე გამოიარა 55 წლის განმავლობაში ამ მანქანამ და ბოლოს აღმოჩნდა აი ამ სოფელში, ჩემს სოფელში, რომელიც ჩემს სოფელში, სადაც ამ პროექტს ვაკეთებ, სამწუხაროდ გარაჟი არ გვაქვს ახლა ქალაქში, სარიშვილო. შენ რომ 7-8 გაქვს, ჩვენ არ გვაქვს ერთიც, მაგრამ სამაგეროდ კარგი სოფელი გვაქვს, შესანიშნავი და აქ ვაკეთებთ აი ესეთ რაღაცას. ხო, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, იმიტომ რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. თუ იცნობ მღებავს ან მეთუნუქეს, ვინც გავს პროექტზე უმუშავია, ან აქვს სურვილი რომ ჩაერთოს ამ დიდ საქმეში და მოგვეხმაროს ამ ყველაფრის გაკეთებაში. სამწუხაროდ მე ხელოსანი არ ვარ და კარგად ვერ ვეკრები, მაგრამ აი ჭანჭიკების მოხსნა შემიძლია და ამ ეტაპამდე მივედით. მოკლედ, ძრავი ამოღებულია, ყველაფერი მოხსნილია მანქანაზე. აქვს ცოტა კოროზია, ჟანგი, ეგრეთ წოდებული, მაგრამ არა უშავს მიწამ ჭამა ჟანგი, ჟანგმა თოფი მამგელი. გელმეთხა? თხავე ნახი შეჭამ. ხო, კიდევ ერთი რამ. თუ იცნობთ ვინმე, ვისაც შეუძლია ესეთ ძველ პროექტზე გადაგვიკრას ტენტი ეგრეთ წოდებული კაბრიოს ზემოდან სახურავი, ან ქონიათ გამოცდილება და იცით სადმე ხელოსანი, ვინც ამას გააკეთებს და ხარისხიანად გააკეთებს პირველ რიგში, დაწერეთ კომენტარებში ან მოგწერეთ პირად შეტყობინებაში. მადლობა წინასწარ.